აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოზარდები ახალგაზრდულ ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საგანგებო სიტუაციებისა და თავდაცვის საკითხების შესახებ შემეცნებით პრაქტიკულ აქტივობებში ჩაერთვებიან. ამ მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაცია ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად ახალგაზრდულ ბანაკებში მონაწილეობას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დროებით დევნილი მოსწავლეები და ვეტერანთა შვილები მიიღებენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან გალუბლიშვილის ინიციატივით, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროთ ჩვენს დროებით დევნილ ახალგაზრდებს, გავაფორმეთ მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის ახალგაზრდების და ვეტერანების ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რათა ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მიიღონ ინფორმაცია ეროვნულ თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე. ამ თანამშრომლობისთვის მე მინდა მადლობა გადაუხადო ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ კოპო კობალაძეს. თავდაცვის უნარების გამტკიცება საქართველოში თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა და აუცილებლობა. აფხაზეთის მთავრობასთან გაფორმული მემორანდუმი კიდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დევნილ მოსახლეობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ეს უფრო მტკივნეული ნაწილია და მათთან თანამშრომლობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობას მოატევს თითოეული ჩვენგანს.